მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. Watford-ის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ ჩაკვე ერთ-ორ კვირაში მზად იქნება და კრაზანების გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეებს მალე აცნობებს. ამჟამად გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, ცალკე მუშაობს. თუმცა 1 ან 2 კვირის შემდეგ შესაძლოა მასთან დაკავშირებით კარგი ამბები გქონდეს. ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება ის მზად. გიორგი კარგად მუშაობს. სამედიცინო შტაბის შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო დღეებში ის მზად იქნება. შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს 2025 წლის 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, რომელიც საკმაოდ გაიძელა. ჩაკვეს ფეხის თითის პრობლემები აწუხებს და ოქტომბერში გარსიამ განაცხადა, რომ გიორგი საუკეთესო მომენტში უნდა დაბრუნდეს. ცნობისთვის ჩემპიონშიპის 14 ტურის შემდეგ Watford-ს 19 ქულა აქვს და სატურნიროს ხილში მე-12 პოზიციას იკავებს. კრაზანები მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს Bristol City-ს წინააღმდეგ გამართავენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან და ესპანეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჯვაროსნების განაცხადი ესპანურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მარკამ ჩვენს გუნდზე დაწერა. საქართველოს ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით იქნება და ესპანეთის წინააღმდეგ სასწაულის მოხდენას შეეცდება. ვილი სანიოლმა 25 კაციანი განაცხადი დაასახელა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 15 ნოემბერს თბილისში გაიმართება და სატურნირო კუთხით მნიშვნელოვანი თამაში იქნება. გამოძახებულთა შორის დიდი ვარსკვლავებიც არიან, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატებში თამაშობენ. კვარა, მამარდაშვილი და მიქაუტაძე, რომლებიც პარი სენ-ჟერმენს, ლივერპულსა და ვილიარეალს წარმოადგენენ. ჯვაროსნების რიგებში ასევე არიან სპორტინგის ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, უდინეზეს მცველი საბა გოგლიჩიძე და ჰამბურგის წარმომადგენელი გიორგი გოჩელოიშვილი. ქართველები ლუის დელა ფუენტეს გუნდში ხვდებიან და სასწავლის მოხდენას შეეცდებიან. მათთვის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ურთულესი იქნება, რადგან 1 მოგება და 3 წაგება აქვთ. საქართველოს 2 დიდი გამარჯვება ესაჭიროება და თურქეთიც უქულოდ უნდა დაჩეს. წერს მარკა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 15 და 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას თბილისსა და სოფიაში გამართავს. ესპანეთთან მატჩი 9 საათზე დაიწყება, ხოლო ბულგარეთთან 12-ზე. ლა ლიგის მე-12 ტურში ვილიარეალი ესპანიოლს დაუპირისპირდება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ყვითელი წყალქვეშა ნავის თავკაცმა მისი გუნდის ნაჩვენებ ცუდ თამაშზე ისაუბრა და მიქაუტაძის სათამაშო დროის საკითხსაც შეეხო. მარსელინიო. მიქაუტაძის შესვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. ფორვარდად თამაში ყველაზე რთულია. ყოველთვის წნეხში ხარ. შენ პირისპირ ძლიერი მცველებით განან. ეს პროცესია. მას ძალიან კარგი თვისებები აქვს. რაიო ვალეკანოსთან კარგი მატჩი არ ჰქონდა, მაგრამ ეს პრობლემა არაა. გუნდი ყოველთვის ერთ მოთამაშეზე წინ დგას. ვილიარეალში რომ ითამაშო, პერფორმანსი უნდა აჩვენო, წვლილი უნდა შეიტანო. ეს ყველა ფეხბურთელს ეხება. ჩემი ხედვით ეს ნორმალურია. მიქაუტაძე გადამწყვეტი რამდენიმე მატჩი იყო. მას კარგი მიდგომა, კარგი დამოკიდებულება აქვს. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მას სათამაშო დროის პრობლემა შეინიშნება. ქართველმა ფორვარდმა ბოლოს შეუსვლად მატჩი 20 სექტემბერს ოსასუნასთან გამართა. 25 წლის ჟორჟმა ლა ლიგის სეზონში 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ოსასუნას და მადრიდის რეალს შეუგდო. ჩემპიონთა ლიგაზე კი იუვენტუსს გაუტანა. ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯერმეინ პენანტმა მერსისაიდული გუნდის კრიზისზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ პრობლემების გამოსწორება ალისონ ბეკერის დაბრუნების შემდეგ დაიწყება. მისი აზრით, ბოლო მატჩებში მოგებების სიტუაციას ოდნავ გამოასწორებს. თუმცა ვეტერანი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ალისონის ტრავმამ გუნდში დიდი სიცარიელე დატოვა, რისი შევსებას არავის შეუძლია. ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ გჭირდება ახლა ალისონი. ალბათ ისე როგორც არასდროს. ალბათ ახლანდელი ლივერპულში ის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. ბრენტფორდის მეორე გოლის ეპიზოდში ალისონს ის ბურთი სახიფათო ზონიდან უკვე მოშორებული ექნებოდა. საჯარიმოს ხასთან ან პენალტის ნიშნულთან მის მიმართ პრესინგი თითქმის არასდროს მოქმედებს და გოლის შანსიც საგრძნობლად ამცირებს.
დარწმუნებული ვარ, წარუმატებელი შედეგები ალისონის დაბრუნების შემდეგ გამოსწორდება. მართალია გიორგი ნიჭიერი მეკარეა, თუმცა გვესმის, რომ ის ინგლისურ ფეხბურთში ახალია. ამიტომ ლოგიკურია ის, რომ მას ოდნავ უჭირს. ბოლო შეხვედრებში თითქოს უფრო თავდაჯერებული იყო, მაგრამ ვითარების ბოლომდე გამოსასწორებლად ალისონის დაბრუნება აუცილებელია. თვალებს ვერ უჯერებდი, როდესაც დავინახე, როგორ გაუკეთა რამდენიმე გადაცემა მამარდაშვილმა კონორს საფეხბურთო ზონაში, რასაც პირველივე წუთებში ბრენტფორდის მხრიდან ხიფათი და გოლი მოყვა. მამარდაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ასეთ პასებს ბრენტფორდის მხრიდან ხიფათი მოხვებოდა და არ იქნებოდა სამარცხვინო, თუ ბურთის შენარჩუნების მაგივრად ბურთს შორს გადააგდებდა და ამით რთულ სიტუაციებს აედიდებდა. ეს ძალიან გულუბრყვილო და გამაოგნებელი იყო. შეგახსენებთ, ლივერპულმა ბოლო პრემიერ ლიგურ მატჩში ასტონ ვილა 2-0 დაამარცხა და მამარდამ კარი მშრალად შეინახა, თუმცა პენალტი ყურადღებას ბრენტფორდთან მატჩზე ამახვილებს და ლივერპულს დაფიქსირებული შედეგების გამო აკრიტიკებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გასულ მატჩში მერსისაიდული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე რეალ მადრიდს დაუპირისპირდა და მადრიდულ გუნდს მინიმალური სხვაობით აჯობა. აღნიშნულ მატჩში ქართველმა კიპერმა გოლი არ გაუშვა და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. FIFA-ზე ბესტის დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია და ასევე გაირკვევა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვთ. შემტევთა შორის საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებსაც ხედავთ და FIFA-მ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. კვარას კონკურენტები არიან სალემ ალდაუსარი, ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე, დეზირე დუე, სერუ გირასი, ვიქტორ გიოკერეში, ერლინგ ჰოლანდი, ლუის ენრიკე, ალექსანდრ ისაკი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ჟოაუ პედრო, რაფინია, მატეო რეტეგი, კრისტიანო რონალდო, мо სალაჰი, ვინისიუს ჟუნიორი და ლამინე იამალი. შემტევების გარდა FIFA-მ მცველები და მეკარეები გამოარჩია. საერთო ჯამში სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად 88 ფეხბურთელი იბრძვის და გამარჯვებულები გამოკითხვით გამოვლინდებიან, რომელიც 28 ნოემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები მიიღებენ. 2029 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კენან ილდისსა და იუვენტუსის ხელმძღვანელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა გაზეტა დელა სპორტი ავრცელებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გახანგრძლივების ვადას დიდი მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა მისი ანაზღაურების გადახედვა მოინდომეს და ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო. ბებერის სინიორას ხელმძღვანელები მზად არიან კენანს 6.5 მილიონი ევრო გადაუხადონ, თუმცა თურქის შემტევის აგენტი თვლის, რომ მისი კლიენტი ისეთ სათამაშო ხარისხს აჩვენებს, რომ გაცილებით დიდ ანაზღაურებას იმსახურებს. მხარეებს შორის არსებული დაძაბულობითი სარგებლობა ჟოაუ ლაპორტას ცდილობს, რომელიც თვლის, რომ ილდიზის დამატების შემთხვევაში მისი და ლამინ იამალის სახით კლუბს ფლანგის ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ეყოლება. ცნობისთვის 20 წლის კენან ილდიზის ანგარიშზე მიმდინარე სერიაში გამართულ 6 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლებასია. ზოდაღნის წინ US ჩელსი მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს თავაზობდა, თუმცა ტურინელებმა ლონდონელებს კატეგორიული უარი განუცხადეს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.